ხერხემლის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია მოზარდებში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სკოლიოზის დროული მკურნალობის შემთხვევაში ის საშიში არ არის. დაგვიანებულმა მკურნალობამ კი ფიზიკური დეფექტის გარდა სუნთქვის აპარატის დაზიანება და გულსის ძარღვთა პათოლოგიებიც შეიძლება გამოიწვიოს. სკოლიოზი, ხერხემლის გამრუდება, ეს არის ხერხემლის გადახრა მისი ვერტიკალური ღერძიდან. თვითონ ეს დაავადება მიმდინარეობს ნელა შეუმჩნევლად, ნელად პროგრესირებადია კლინიკური გამოვლინების გარეშე. მშობელმა, თუ შეუძლია, რომ პრევენციული ზომები გაატაროს და თავისი შვილი ააცილოს ამ დაავადებას. როგორი არის პრევენციული ზომები სახლის პირობებში? სკოლიოზი ვითარდება სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, დაახლოებით 16-18 წლის ასაკისთვის. მაგრამ სტატისტიკურად გოგონებს უფრო ხშირად ვითარდებათ სკოლიოზი და ხერხემლის პრობლემები, ვიდრე ვაჟებს, იმიტომ რომ გოგოები ნაკლებად მოძრავი არიან და შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული კუნთური სისტემა, ვიდრე ვაჟებს. სკოლიოზი ყალიბდება ხანგრძლივი, არასწორი ჯდომით, არათანაბარი დატვირთვა ხერხემლის. არათანაბარ დატვირთვაში გულისხმობ ცახლში ტვირთის განსაკუთრებით უფრო მეტი წონის ტვირთის ტარებას. ასევე ნაადრევად ცეკვაზე და სპორტზე სიარული. ნაადრევად აღნიშნავ, იმიტომ რომ დაახლოებით 7 წლის ასაკამდე არ არის რეკომენდირებული ბავშვთა ტარება სპორტზე და ცეკვაზე, იმიტომ რომ 7-8 წლის ასაკში ხდება ხერხემლის სრული ფორმირება და ამგვარად მანამდე დატვირთვა მიუღებელი არის ბავშვთა ასაკისათვის. არსებობს სკოლიოზის 4 ფორმა, იმის მიხედვით თუ ხერხემლის რომელ სეგმენტზეა და 4 ხარისხი. პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის მკურნალობა კონსერვატორულადაა შესაძლებელი, ანუ გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ვარჯიშებით, ასევე სამკურნალო მასაჟით. მესამე და მეოთხე ხარისხის სკოლიოზი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ახსენეთ, რომ ნაადრევ ასაკში ფიზიკური დატვირთვა გარკვეულად რისკს შეიცავს. რატომ შეიძლება აღმოჩნდეს რისკის შემცველი ნაადრევ ასაკში გარკვეულ ფიზიკური აქტივობა ბავშვისთვის? ნამდვილად სწორი ბრძანდებით, იგი ნაადრევ ასაკში ბავშვების ფიზიკური დატვირთვა განსაკუთრებით მეგულისხმობა ცეკვაზე, სიარულს, სპორტზე, ასევე გულისხმობ ტრენაჟორებზე სიარულს, აერობიკას. რატო შეიძლება რისკის ფაქტორი აღმოჩნდეს? იცით, რომ თვითონ სკოლიოზი განაპირობებს ხერხემლის ზურგის კუნთების ასიმეტრიულობას. ანუ კუნთთა გარკვეული ჯგუფები, ზურგის კუნთების გარკვეული ჯგუფი განიცდის დაჭიმულობას, ანუ სპასტიკურ მდგომარეობაშია. ბავშვი შეიძლება აწუხებდეს სკოლიოზი და როდესაც ვიღებთ ესეთ არასწორ დატვირთვას, ამ შემთხვევაში დაძაბვა მოდის სპასტიურ კუნთებზე. და სპასტიკა ვითარდება დამატებით კიდე დაძაბვის შემთხვევაში და ამამ შეიძლება განაპირობებს სკოლიოზის პროგრესირება. გავიგოთ, როგორია რეკომენდაციები დაავადების თავიდან ასაცილებლად. თუ დღის მნიშვნელოვან ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ, გამოიყენეთ მაგარზურგიანი სკამი. ხელებით მყარად უნდა ეყრდნობოდეთ სახელურებს. ეცადეთ ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ. ასევე სასურველია მუხლები ბარძაყებზე მაღლა გქონდეთ. მოერიდეთ მძიმე საგნების ჩამოყებას. უმჯობესია შედგეთ სკამზე, გაუთანაბრდეთ საგანს და ისე ჩამოიღოთ ის. მოერიდეთ სიმძიმის აღებას. თუ მაინც გიხდებათ ფიზიკური დატვირთვა, ეცადეთ სიმძიმე ასწიოთ არა წინ მოხრილ მდგომარეობაში, არამედ მოიხარეთ მუხლებში და გამართული ზურგით გასწორდით ტვირთთან ერთად. ნუ დაწვევით მუცელზე. ბალიში კისრის ქვეშ ამოიდეთ. სასურველია საწოლი იყოს მაგარი. რაც შეეხება ვარჯიშების კომპლექსს პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის დროს. დაწექით ზურგზე, ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში და ხელი მოათავსეთ მხრებთან. შეასრულეთ წრიული მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით 4-ჯერ. 4-ჯერ მოძრაობა საპირისპიროდ. ვარჯიში სრულდება 8-ჯერ. ხელები მოათავსეთ ტანის გასწვრივ. თვლაზე 1-2, ერთდროულად მოხარეთ თავის, ხელისა და ფეხის ტერფი. თვლაზე 3-4 დაუშვით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ. დაწექით მუცელზე, ხელები მოათავსეთ ნიკაპ ქვეშ. თვლაზე 1-2, ფეხები მოხარეთ ჯერ მუხლში, შემდეგ კოჭში. თვლაზე 3-4 დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ასევე სკოლიოზის დროს უნდა მიიღოთ კალციუმით მდიდარი საკვები. ზურგჩანთა არ უნდა გქონდეთ უმეტესი 2 კილოსი. დაკავდით თხილამურებით, ცხენით, ჯირითით და ცურვით.